პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს უნიკალური რაც ნახე, ეს ახალი თაობა. ჩვენ ხო ასე უყურებთ ჩვენ შვილებს, მე მეგონა რომ აი ხო ის რაღაც სულ სხვა სამყაროში ცხოვრობდნენ, სხვა ნაკლებად აინტერესებდა ხო, ნაკლებად აინტერესებდა საქართველოს გარდა, ასე მეგონა რომ ჩვენი შვილების თაობა საქართველოს აინტერესებდა ყველაზე ნაკლებად, რომ სამყარო ხო გაიხსნა ბოლო-ბოლო ისეთი 21 საუკუნეა და ესეც მეგონა რომ ყველაფერი იცოდნენ საქართველოს გარდა, ყველაფერი აინტერესებდა საქართველოს. ისეთი პატრიოტები აღმოჩნდა, აი ყოველგვარი პათეტიკის გარეშე რომ ეს არის მზათარი რომ ყველაფერი გაიღონ. აი ეს ბიჭები და ეს გოგოები, აი წარმოვიდგინეთ როგორი აი ის კადრები ვისაც აქვს ნანახი როგორ უსწორდებიან, მაინც მიდიან. ამ ხალხს ვერაფერი ვერ დააშენებს. ეს არის ეს ნიშნავს რომ ხელისუფლებაში არ არიან ადამიანები, რომლებიც იციან საქართველოს რა არის. არ იციან რა არის ქართული გენეტიკა, არ იციან რა არის ქართული ესე იგი თვითყოფადობის, გადარჩენის და თავისუფლების მთავარი საიდუმლო. ეს არის სულ ბრძოლა. ჩვენ აი გამორიცხულია, ვერ მოვახცევდით სულ ვარ გვებრძოლა. გამორიცხულია და ეს ჩვენი შვილების თაობა, ჩვენ რო გვეგონა რომ ინტერნეტმა სხვაგან წაიყვანა, ვერსად ვერ წაიყვანა, იმიტომ რომ ისეთი გენეტიკა გვაქვს, ჩვენ რომ ამ გენეტიურ მეხსიერებას ვერსეთი თაობის ქართული ვერსად ვერ გაიქცევ და ამიტომ ვარ ისა წნარად გალცაგები ბევრ წამალს მასმევენ რომ წნარად ვიყო, მაგრამ ამათ რო უყურებ ამ ჩვენი შვილების თაობას პირველ რიგში მინდა მადლობა უთხრა მათ და ამ სიყვარულისთვის, ამ თავგანწირვისთვის. ჩვენ საერთოდ წარმოვიდგინეთ, რა მოდის დავიწყეთ და ესე იგი რა პირველი აქციაზე რო ვიყავ, იყო 1987 წლის 27 დეკემბერი. წარმოვიდგინეთ, რამდენი გავიდა, მაგრამ ესეთი რამე მე ნახდათ არ მინახავს. შეიძლება დღეს იყო უნიკალური აქცია, ხა მივედი სიმბოლურად მაინც, იმიტომ რომ შენ ხო ვერ გიღალატებდი და წამოვედი, მაგრამ იყო აქცია, ესე იგი ვაკელები და ვერელები გაერთი. მე ვაკეში გავიზარდე და ვინც არ იცის რას ნიშნავს ვაკელების და ვერელების გაერთიანება, შემიძლია დაუსრულოდ მოყვა ისეთი წარე გამოცდილება. ბავშვები, გურჯაანი, თელავი, ჰოლანდია, ნიდერლანდები, ბელგია, ბრაზილია, არგენტინა, ხაშური, ქარელი ახლოს ვერ მოვა ამ დაპირისპირებას და რაც გამოვლილი აქვს ვაკელებს და ვერელებს. წარმოუდგენელი რამე მოხდა დღეს. ისტორიული ამბავი რომ ვაკელები და ვერელები ერთად აღმოჩნდნენ მიტინგს. ანუ ქართულ მოსნებმა იმდენი იქნა რომ ვაკელები და ვერელებიც კი გაერთიან. სხვა შორის რახან ვახსენის ვაკე და ვერა. გეტყვით რომ ეს კომპლექსი და ეს არასწორი გაგება სხვა შორის ჯერ კიდევ სამშობლო პერიოდიდან მოდის. სულ მაინტერესებდა ხა მე რომ ვაკეში გავიჟალე მახსოვს რა რეაქცია ხონდა ხოლმე ხალხს. სულ გეკითხავენ რა უბნელი ხარ ძმაო და რა რეაქცია ქონდათ ხალხს. სულ ქონდათ სტერეოტიპული არასწორი წარმოდგენა. სულ ეგონათ რომ ვაკე და ვერა ეს იყო რაღაც ბურჟუების და რაღაც აი თარიწამო ისეთი ბძენი ქალიც კი როგორც ქეთევანდები არიანია, ისიც კი შეაცდინა ამ კომპლექსმა და სერიალებშიც კი ის აყავს ხო ის რაღაც პერსონაჟების თვალსაზრისით და სიუჟეტურად ხო ვაკე და ხო ვერა. სინამდვილეში მე ვიკვი ეს რა აღმოჩნდა. და როჟე ეჭვი მქონდა რომ ვაკე და ვერა ვინ იყვნენ იცი ვინ სადაც ყველაზე მეტი ანტისაბჭოთა ელემენტი ცხოვრობდა. იქ სულ ცხოვრობდა განათლებული ხალხი. თავი დასაწყისში, რა? სულ. იმიტომ რომ უნივერსიტეტმა მოიტანა ვაკეს და ვერის დასახლება. თავი. ნუ ვაკე მით უმეტეს. ვერა მაინც ხო იცი გარეთუბანი ერქვა. და მაგრამ ორივე მოიტანა იქ დასახლდნენ განათლებული. საბჭოთა ოკუპაციამდე ვისაც განათლება ის ხალხი. ანუ ეს საშიში იყო საბჭოთა. თვითონ ქმნიდნენ ამ სტერეოტიპებს, რომ ვაკე და ვერა და სინამდვილეში ეს იყო ყველაზე ანტისაბჭო. ყველას არ წმენდა რომ უნდა ქონოდა ზიზღი და ცუდი დამოუკიდებლობა. დღეს არის ისტორიული დღე. ვაკელებმა და ვერელებმა დაამარცხეს რუსეთის იმპერიის ხრიკები, ძველი გამოგონება. ჩვენ ფინალში ვართ უკვე არა გვაქვს დრო, მაგრამ რაღაცები გაქვს მოტანილი. წიგნები მოტანილი მაქვს, იმიტომ რომ რა ვქნა, აქ დაუხურავთ, ჩამოვედი, დამხვდა დახვრეტილი სოფო ისა რა ქვია. ხუნძარია. სოფო ხუნძარია, განადგურებული დაუხურავთ, მე დავდივარ ასე კარდაკარ, ვიფიქრე რომ მინდა რომ მივადგე იმას რა ქვია, დამეხმარებ, ხო იცნობ ვინმე სხვა წესით ეხლა ასე კარდაკარ არ უნდა დავდიოდეს სხვადასხვა არქივზე, კი არ უნდა დამქონდეს წიგნები. ეს უნდა იყოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე რომ წიგნებზე, იმიტომ რომ ეს საზოგადოების ის არის რა, საზოგადოების რა გაქვს. მაქვს ხაშოს სამივე წიგნს ვერ მოვასწრებ, სამივე გადასარევი წიგნი წამოვიღე, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთი რაც გამიხარდა ეხლა საფრანგეთში რომ გამოვიდა მარო მაყაშვილის არაჩვეულებრივი გამოცემა რა მედუზა ქვია იმ გამოცემლობას და არაჩვეულებრივი თავის ფოტო ილუსტრაციები და ფრანგულად რა ეს ისტორია სხვაშორის არასოდეს ქართველ ხალხს არასოდეს ეხლა ჩემი სუბიექტური დაკვირვებით არასოდეს ასეთი მხარდაჭერა საფრანგეთის ხელისუფლებისგან არ ქონია. ნუ იცი რომ ჩვენ რაღაც გარკვეულწილად ვალში ვართ, იმიტომ 1921 წელს ჩვენი დევნილი მთავრობა მაშინ მიიღეს ფრანგებმა, მაგრამ სულ მახსოვს ისა რა ქვია
საწყალი სულხან-საბა ხო პირველად რო ჩამიყვანეს ხო იმაში რა ქვია წავედი ვერსალის სანახავად ტერმა ნახავ საწყალი სულხან-საბა გაუსკრებოდა გული სადა ერეკლესისა რა ქვია ორი ოთახი რა ქვია თელავში ასე ჩვენ სავით როგორც ყველა გლეხი ცხოვრობდა ისე ცხოვრობდნენ ჩვენი მეფეები სულ ბრძოლაში ვიყავი და საწყალი ამ მაშინ სასაცილოდ არ ეყოთ რა ჩვენი თხოვნდა ეხლა პირიქით არის რა პირიქით არის სხვადასხვა იმენად პირიქით არის ყველაფერს არ მოყვები, მაგრამ ნუ იმედია ყველაფერი კარგად იქნება. არ მინდა გავაგრძელო. მადლობა ამ გამოცემისთვის. აი როგორც მარო მაყაშვილი, ხო ჩვენ მართლა ესე, ჩვენ გახსოვს ჩვენი იმის ჭაბუკის დროს, რომ მაინც ხო ცოტა ისე გვეგონა, რა რაღაც ლეგენდარული მითოსში ამ პატარა გოგო ბიჭების ბრძოლა და ესა. ეს ნამდვილი ამბავი აღმოჩნდა. აბა შეხედეთ ჩვენი შვილების თაობას ამ გოგო ბიჭებს, როგორი ბძვიან თავის სამშობლო, როგორი ძიან. მე მათ ხო ზუსტად იციან ღირებულებები. ჩვენ არ ვიცოდით. სულ შულებს უსმენ მე იმიტომ რომ ჩვენ რაც არ ვიცო ხო გესმის რასო მათ იმდენი რამე იცი სამსახურებულიც იქნება ლოგიკურიც იქნება და უბრალოდ სხვა გზა არ არის ხო ამიტომ უსურებ ყველას რა ეხლა მე ცუც არავის არ უსურებ ყავილაშვილი იქნება თუ ნებისმიერი ისა რა ქვია პაპუაშვილი რა საოცრებელს ამბობს ღმერთო ხო და ყველას უსურებ შულებს მაინც მოусმინო გასაგებია რომ რა ქვია თავის იმას უსმენ რა ქვია დირექტორს შვილებს მოусმენ შვილებმა ზუსტად იციან რა უნდა რა არის ამ ქვეყნის თავარი არჩევანი და სწორი არჩევანი. იმიტომ რომ შვილებს ვერ მოატყუებენ. სხვა შეიძლება დინარაძე რო ყავ უკვირთ რომ ესე იგი რატო არის ეს დაპირისპირება. საერთაშორისო მატყუა რა. მე თვითონ მაგ მოსმენე დინარაძემ რა თქვა. რომ ამ კანონს აღარ დავაბრუნებთო. პირველად რო შემოქონათ ის რა ქვია აგენტების ის ხო და აღარ და გავიდა რამდენიმე თუ ერთი წელიც არის ხო გასულ ლუაშეგვარგოს ფეხბურთ და ზუსტად იგივე დინარაძე გამოიყვანეს და ეხლა დაკვირვებულია რატო შეიძლება იყოს ასეთი დაპირისპირება ხელისუფლების ასეთი ტყუილი რო თქვა მართლა არასოდეს მართლა შეიძლება იმ დღეს რო თავი არ მოვიკლა მაგრამ მართლა რა დღეში აღმოჩნდა აი წარმოუდგენელი და ნუ მე მგონია რომ მაინც არ მოხდება ის რაც არ მინდა შეურაცხყოფო მივაყენო ხო ამის თქმა ხომ შეურაცხყოფელია მე მგონია რომ რაც ბელარუსში მაგალითად ხო მე მგონია რომ მაინც ვერ მოხდება ეგ საქართველოში რა იმიტომ კი არა რომ ვიღაცას ჯობი ვართ იმიტომ რომ სხვა გენეტიკაზეა ლაპარაკი და სხვა თავგადასავალზე სხვა ისტორიას და სხვა საიდუმლოზე აქ დიდი საიდუმლო ჩვენ არცეთი ლოგიკით აი როგორც სოლომონ დოდაშვილი იტყოდა არ უნდა მოგვეღწე ისეთი ურჩხულები ისეთი უზარმაზარი იმპერიები გამოგვერეთ ზედ გზაჯვარეზე მაგრამ სადაც არის მადლობა რა დავამთავრო ხო უნდა დავამთავრო მაგრამ სადაც ჩვენ ვიყავით მე მგონია რომ დიდი საიდუმლოს მატარებელი ვართ ის ხალხი ვართ რომელიც გაჩნდა თავისუფლებისთვის და ამ თავისუფლებაზე დარწმუნებული ვარ არასოდეს არ ვიტყვით უარს არასოდეს ამიტომ ვერცერთი პარტია ვერ დაამარცხებს საქართველოს საქართველოს გაცილებით მეტია ვიდრე ნებისმიერი პარტია ამიტომ ეს თუ ფუჭი ილუზიებია ეს თუ ფუჭი მცდელობა რომ დაგვაბრუნონ უკან ისა რა რუსეთში ან სადღაც კიდევ უარეში და დიდი მადლობა პირიქით